მოგესალმებით ლომებო, დღეს გვექნება საინტერესო და საინფორმაციო გამოშვება შერეულ ორთაბრძოლებზე. დღეს მინდა განვიხილო UFC-ს რეიტინგი თავისი ჩემპიონებით, წონებით კატეგორიებში. პირველი წონა იწყება მძიმე კატეგორია, ეს არის 120 კილომდე უნდა ჩააბაროს სპორტსმენმა. პირველ ადგილზე, ანუ ჩემპიონი არის ჯონ ჯონსი, მეორე ადგილზე მოდის ტომ ასპინალი, ძალიან საინტერესო მებრძოლი, ძალიან ველი ბრძოლას ჯონ ჯონსის და ტომ ასპინალის. მესამე ადგილზე არის სირილ განი და მეოთხე ადგილზე არის რუსი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკოვი. ერთად გვაქვს ნასპარინგები, სხვათა შორის ძალიან მაღალი და ძალიან გამოცდილი მებრძოლი არის. შემდეგი წონითი კატეგორია, ეს არის ნახევრად მძიმე, სპორტსმენებმა უნდა ჩააბარონ 93 კილომდე წონა, ეს უდრის 205 ფუნტს. პირველ ადგილზე არის ცნობილი კიკბოქსერი, რომელიც გადმოვიდა MMA-ში, ეს არის ალექს პერეირა, მეორე ადგილზე არის მაგომედ ანკოლაევი და ჩემი აზრით მაგომედ ანკოლაევი მალე გახდება ჩემპიონი, უბრალოდ არ აძლევენ ტიტულზე ბრძოლის შანსს, რადგანაც არც თუ ისე ლამაზ ბრძოლებს ატარებს და უფრო იგებს, რადგანაც აქვს კარგი სპორტული მხარე. მესამე ადგილზე არის ირჟი პროხასკა, შემდეგ მოდის ჯონ ჰილი, იან ბლახოვიჩი და ალექსანდრ რაკიჩი. შემდეგი წონითი კატეგორია, ეს არის საშუალო წონა 84 კილომდე. ჩემპიონი არის დრიკუს დიპლუსი, შემდეგ მოდის რეიტინგით შონ სტრიკლენდი, მესამე ადგილზე არის ისრაელ ადესანია, რომელმაც დროებით აიღო შესვენება ბრძოლებიდან, მეოთხე ადგილზე არის ცნობილი ხამზად ჩიმაევი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ წონით კატეგორიაში ბრძოლობს ჩვენი რომან დოლიძე, რომელმაც სამწუხაროდ წააგო იმამოვთან ბრძოლა, ამიტომ შემდეგი რეიტინგში არის იმამოვი ხამზატის შემდეგ და ველოდებით, რომ რევანშს აიღებს დოლიძე და მოხდება მალე ხუთეულში. შემდეგი წონითი კატეგორია, ეს არის ნახევრად საშუალო, 77 კილომდე უნდა ჩააბაროს სპორტსმენმა. პირველ ადგილზე ამ კატეგორიაში არის ბელალ მუხამედი, ახალი ჩემპიონი, შემდეგ მოდის ლეონ ედვარდსი, მესამე ადგილზე არის შავკატ რახმონოვი, მაგრამ მალე ჩვენ გველოდება ბრძოლა შავკატ რახმონოვის და ბელალ მუხამედის. ჩემი აზრით შავკატ რახმონოვი მალე გახდება ჩემპიონი. შემდეგ მოდის მსუბუქი წონითი კატეგორია 70 კილო ან 170 ფუნტი. პირველ ადგილზე არის ჩვენთვის ცნობილი ისლამ მახაჩევი, მეორე ადგილზე მოდის არმან სარუკიანი, რომელთანაც 18 იანვარს ექნება ბრძოლა. მესამე ადგილზე არის ჩარლზ ოლივეირა და მეოთხე ადგილზე მოდის ჯასტინ გეიჯი. საკმაოდ ცნობილი და მაღალი დონის მებრძოლეები არის. ჩემი აზრით ყველაზე კონკურენტული წონა, ეს არის მძიმე და ეს არის მსუბუქი 70 კილომდე. წონითი კატეგორია, ეს არის ნახევრად მსუბუქი, სპორტსმენებმა უნდა ჩააბარონ 66 კილომდე. პირველ ადგილზე არის ჩვენი საამაყო სპორტსმენი ილია თოფურია, ეს არის საუბარი 66 კილოზე. მეორე ადგილზე მოდის ალექს ვოლკანოვსკი. ელოდება მალე თოფურიას, თუ არ შეიცვლის წონით კატეგორიას და არ გადავა მსუბუქში. 66-ში ელოდება ბრძოლა ალექს პერეირასთან, ეს იქნება რევანში. შემდეგ მოდის მაქს ხელუეი, შემდეგ დიეგო ლოპეზი. შემდეგი წონით კატეგორია, ეს არის ბანტამ წონით კატეგორია, აქ არის ჩვენი ჩემპიონი ქართველი, რაც ასევე საამაყო არის, არც ერთ ქვეყანას არ ყავს ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონები და ჩვენ ქართველებს ყავს, ეს არის მერაბ დვალიშვილი. მეორე ადგილზე მოდის პრეტენდენტი, ეს არის შონ ომელი, რომელსაც მოუგო ჩვენმა მერაბ დვალიშვილმა და 18 იანვარს ჩვენ გველოდება უმაგრესი ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც არის რეიტინგში მესამე და ჩვენი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი. ეს მოხდება 18 იანვარს, ასევე ამ კარტში იქნება ისლამ მახაჩევი და არმან სარუკიანი. ბოლო არის უმსუბუქესი წონა, ეს არის 57 კილომდე წონით კატეგორია. პირველი არის ალექსანდრ პანტოჟა, შემდეგ ბრენდან რაივალ და მესამეზე ბრენდან მორენა. ეს იყო UFC-ს რეიტინგი, ასევე არსებობს KSW, არსებობს M1, არსებობს Fight Night, არსებობს ASA და წონით კატეგორიები და ლიმიტები ჩაბარების ასევე განსხვავდება. ერთხელ მინდა გავიმეორო ის შეცდომები, რომელსაც უშვებენ დამწყები სპორტსმენები და ის ხალხი, ვინც ინტერესდება სპორტით. თქვენ ვერ ივარჯიშებთ M1-ს და ვერ ივარჯიშებთ UFC-ს და არც სექციები არ არსებობს, არც M1-ის, არც UFC-ს, არც ASA-ს. არსებობს სპორტის სახეობა, ეს არის MMA. და შემდეგ არსებობს ორგანიზაციები, ესეთი როგორც UFC, ესეთი როგორც ASA, ესეთი როგორც KSW.
შეცდომა არის რომ თქვათ რომ თქვენ ვარჯიშობთ UFC-ს. ყოველგ არის იგივე რომ თქვათ რომ თქვენ ხართ Adidas-ის ჩემპიონი ან Nike-ის ჩემპიონი. ანუ თქვენ უნდა თქვათ რომ თქვენ ხართ სირბილში ჩემპიონი და ეს არის უბრალოდ ბრენდი და ეს არის ორგანიზაცია, სადაც შეუძლია სპორტსმენებს რომ მიიღონ მონაწილეობა და გახდნენ ჩემპიონი. განათლებით მიმართულება ჩვენ არხზე დარჩება, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ MMA-ზე და შერეულ ორთაბრძოლებზე. დიდი მადლობა, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაწერეთ ლაიკები.